კერძი, რომელიც ყველაზე ხშირად მზადდება ჩვენს ოჯახში. ქათმის ჩახოხბილი. თავარია ქათამი იყოს მოსტე. პირველ ეტაპზე დავამუშავოთ ქათამი და დავჭრათ. სახში მომზადებული გი ან ერბო მოვათავსოთ ქათამი პირდაპირ გაწვრთნებულ ქვაბში. შევწვათ ქათამი ყველა მხრიდან. მოვურიოთ. ცოტა რომ მოითუშება, ვამატებთ ხახვს. აქვე დავამატებთ ცოტა ნიორს, დავახურავთ სამსახურს და დაველოდებით. მე მიყვარს, როდესაც ქათამი ცოტა შეიბრაწება ხოლმე და ამიტომ მაღალ ცეცხლზე ვამუშავებ. ახლა ვამატებ ერთ კოვს ტომატ პასტას, მოვურებ, მოვაყრი მარილს, ვამატებ წიწაკას, დავამატოთ დაჭრილი პომიდორი. სანამ ჩვენი ჩახოხბილი მზადდება, გაგვიზიარეთ თქვენებური ვერსია კომენტარებში. დავტოვოთ 10-15 წუთით. რა კარგად გამოიყურება. ის გადაგვრჩენია, დავამატოთ მწვანილები. მე რეჰანსაც ვამატებ, ცოტა მწვანე წიწაკასაც. ნახეთ, როგორი გემრიელი, ცინცხალი და კვასკვასა გამოვიდა ჩვენი ჩახოხბილი.